ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორი უკვე 1 თვეა შიმშილობს. არ მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს ციხეში უშვებენ. ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, სოლიდარობა და მხარდაჭერა მზიამაღლობელს და თავისუფლებას ინდისის ყველა პატიმარს. გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. წერტილის დღევანდელი სტუმარი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორების კოორდინაციის სამსახურის ყოფილი უფროსი თამარ რაზმაძე იქნება და შემდეგი ნახევარი საათის განმავლობაში ვისაუბრებთ, როგორ გვეხმარებოდა და გვეხმარებიან საერთაშორისო დონორები განვითარებაში და ვინ ვის ერგებოდა ძირითადად დონორი მთავრობის პრიორიტეტებს თუ პირიქით. მოკლედ, ქართული ოცნება ფაქტია ყოველდღიურად გვაოცებს მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში რომ მადლობას უხდიდა მხარდაჭერისთვის იმ ორგანიზაციებს, რუსული კანონით უცხო ძალა უწოდეს, ხოლო გრანტის მიმღებ არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი, დღე არ გავა რომელიმე დონორი თუ პარტნიორი სახელმწიფოების ხელისუფლებები არ გააკრიტიკონ NGO-ების მეშვეობით უცხო იდეების შემოტანისთვის. ეს შალვა პაპუაშვილის სიტყვებია, კლასიკური დიპლომატია ჩანაცვლდა უცხოური დახმარების სტრუქტურებით, როდესაც შემოედინება ფული სხვადასხვა დონორის მეშვეობით, ამბობს ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე. საელჩოების დიქტატურა რაღაცნაირად უნდა განეიტრალდესო, ისურვა რამდენიმე დღის წინ რუსთავიორზე სტუმრად მყოფმა თეა წულუკიანმაც და მინისტრობის პერიოდი გაიხსენა მაგალითად. საელჩოების დიქტატურა, როდესაც მე კულტურის მინისტრს მიბარებს დასავლური ქვეყნის ელჩი მიკაკუნებს თითს მაგიდაზე და მეუბნება, რომ ასე კი არა, ასე უნდა იმუშაო, თქვა მან. წერტილის დღევანდელი სტუმარი თამარ რაზმაძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორების კოორდინაციის სამსახურს 2014-16 წლებში ხელმძღვანელობდა, რამდენადაც ვიცი, სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში შეიქმნა საგარეო დახმარების ინფორმაციის მართვის სისტემა, ვებგვერდი, რომლის მიზანი იყო საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და ეფექტიანობის გაუმჯობესება. დონორების კოორდინაციის სამსახურის მიერ ბოლოწლიური ანგარიში 2022 წლით თარიღდება, სხვათა შორის ვინ ხელმძღვანელობს ახლა სამმართველოს თუ სამსახურს მთელი დღის განმავლობაში ვერ გავარკვიე, ვერც პრემიერის პრესამსახური დამეხმარა ამ დრომდე, თუმცა გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, კითხვების დასმას, როგორც BMG-ის სჩვევია. ვიდრე ინტერვიუს ავიწყებთ, ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ქართული ოცნება NGO-ების ბიუჯეტიდან დასაფინანსებლად ახალ სიფს ქმნის, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, ასე ერქმება ახალ დაწესებულებას, ცნობილია ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი, რაც წელს უნდა დაიხარჯოს, დასაქმდება 10 ადამიანი, ანუ ვინც ამ გრანტების გაცემა მართვაზე იქნება პასუხისმგებელი. სააგენტო ბიუჯეტის სახსრებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს შერჩეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე, წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, თუმცა რა იქნება შერჩევის კრიტერიუმი, ჯერ არ ვიცით. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართული ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1-2-რად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებნენო. 2024 წლის 9 სექტემბერს განაცხადა ირაკლი კობახიძე. თამარ რაზმაძე 2014-16 წლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორების კოორდინაციის სამსახურის ყოფილი უფროსი უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშტების ქალბატონო თამარ, ძალიან დიდი მადლობა. გიან საღამოს ხართ ჩვენი სტუმარი. ვიდრე საქართველოსა და დონორების ურთიერთობაზე ვისაუბრებთ, ზოგადად პირველ რიგში მინდა შეფასება გთხოვოთ ოცნების მიერ უკვე პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტის მთავრობა საკუთარი წესით შერჩეულ NGO-ებს 20 მილიონი ლარით დააფინანსებს წელს. არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, რა შეგვიძლია ვიფიქროთ, რა მოძრავებს მმართველ პარტიას და თქვენ რა კითხვები გაგიჩნდათ უშუალოდ? ხო, აი რა მოძრავებს გამიჭირდება, ვთქვა, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით თქვენ მაყურებელს. არ ვიცი რა მოძრავებს, მაგრამ ზოგადად სახელმწიფოს მიერ, ჩვენნაირი სახელმწიფოს მიერ ასეთი ტიპის საგრანტო სტრუქტურის შექმნა, არ ვიცი, რაღაც კითხვებს ნამდვილად ბადებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთი ტიპის დახმარებებში ხალხის ფული გამოვიყენოთ და გადასახადებიდან შესული ფული გამოვიყენოთ, მაშინ როცა არსებობს, რა ვიცი, ასობით პროექტი და ძალიან ბევრი დონორული დახმარება, რომელსაც ქვეყანა იღებს. აქედან გამომდინარე, მე ვიქნებოდი სკეპტიკური, მე ვფიქრობ, რომ ყველანაირი რესურსი, რომელიც შეიძლება, რომ ამ ქვეყანას კონდეს, უნდა გამოვიყენოთ ეფექტიანად, უნდა გამოვიყენოთ
მაქსიმალურად ხალხის საკეთილდღეოდ და ეს არ მეჩვენება იმ გზად, რომელიც აქამდე მიგვიყვანს, მით უფრო ხშირად არის ხოლმე პარალელი ამერიკის მთავრობასთან და რესპუბლიკელებთან, რომელთა მთავარი, ასე ვთქვათ, კრედოც არის სტრუქტურების ეფექტიანობა და მცირე მთავრობა და ამ პარალელებს ხშირად ვისმენთ და ამ ფონზე კიდევ უფრო, რა ვიცი, გაუგებარია, რატო უნდა დაიხარჯოს სახელმწიფოდან და სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თანხა, როდესაც ყავს ძალიან ბევრი დონორი ორგანიზაცია და პრაქტიკულად იგივე საკეთებს. კი ბატონო, ხო ილონ მასკი აუქმებს რაღაცებს და ამაზეც ვისაუბროთ, მაგრამ იქამდე მე დასაწყისში აღვნიშნე და დღეს ვათვალიერებდი სხვათა შორის ამ ვებგვერდსაც დონორების კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი იყავით 2014-16 წლებში. იმ პერიოდში შეიქმნა ეს სამსახური, ხომ? მოგვიყევით პირველ რიგში რაღაც ერთგვარი მცირე ექსკურსი რომ გავაკეთოთ, რა იყო მიზანი, რისთვის შეიქმნა ეს სამსახური და რა შედეგი იქონდა, რამდენად შეუწყო ხელი ეფექტიანობას იმ პერიოდში, რა პერიოდშიც თქვენი ხართ? ხო, ეს იყო ძალიან ესეთი დიდი დეპარტამენტის და ამოცანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს იყო დრო, როდესაც სახელმწიფოს ჰქონდა სტრატეგია, განვითარების სტრატეგია და მასში ეწერა კონკრეტული პოლიტიკური დაპირებები, რომლის განხორციელებასაც აპირებდა იმდროინდელი მთავრობა და საჭირო იყო, რომ აგებულიყო რაღაც სწორი სისტემა, რომელიც ამ დანაპირებებს გადათარგმნიდა კონკრეტულ აქტივობებში სამინისტროების ჩართულობით. ანუ უნდა გაკეთებულიყო კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ამ პოლიტიკურ დაპირებებს გადათარგმნიდა კონკრეტულ ნაბიჯებში და აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს გაგვეკეთებინა მაქსიმალურად ეფექტიანად. ანუ მათ შორის დონორული და საგარეო დახმარებებიც მობილიზებული ყოფილიყო ისე, რომ ეს ამოცანები მიღწევადი ყოფილიყო და ჩემი უშუალო საქმიანობა იყო სწორედ ეს, რომ პოლიტიკის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტთან ერთად და დონორების კოორდინაციით, ასე ვთქვათ, უფრო ეფექტიანად მივაღწია ამ ამოცანებისთვის. უშუალოდ დონორების კოორდინაციის საჭიროებას, რაც შეეხება, ამაზე შემიძლია მოგიყვეთ. ხო, რა იყო მთავარი, რომ თქვათ, ერთსა და სხვადასხვა დონორს ერთი და იგივე თემები არ დაეფარა, რაღაც დუბლირება არ ყოფილიყო? კი, ძალიან საინტერესო იყო ეს გამოცდილება იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის საერთაშორისო პრობლემა, ასე ვთქვათ, გამოწვევა, ანუ ყველა დონორული ქვეყანა უпростоრეთ დონორული ორგანიზაცია გარკვეულწილად აწყდებოდა ესე დუბლირების, რაღაც გამეორებების პრობლემას და ამისთვის არსებობს კიდევაც პარიზის დეკლარაცია, საერთაშორისო დოკუმენტია, რომელიც აწესრიგებს აი ამ ურთიერთობებს და კარგი პრაქტიკა რაც არის ასე ვთქვათ, იქიდან გამომდინარე ხელმძღვანელობდი ჩვენ ამ კარგი პრაქტიკით დონორებთან კოორდინაციისას და როდესაც ჩვენი დეპარტამენტი გაკეთდა, დონორები იყვნენ ძალიან გახარებულები, იმიტომ რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ გაერკვიათ, რა პროცესები მიდიოდა ამა თუ იმ სამინისტროში, ზოგადად სახელმწიფოში, რომ მაქსიმალურად ეფექტიანები ყოფილიყვნენ და არ არსებობდა რაღაცნაირად ისეთი ზუსტი და აღწერილი და რეგისტრირებული ინფორმაცია, ვინ რას აკეთებს და როგორ, მაგრამ ისინი იყვნენ პროაქტიულები და ერთად იკრიბებოდნენ კიდევაც არაფორმალურად და ცდილობდნენ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობისას და მათ გარეშეც რაღაცნაირად უფრო ეფექტური გაეხადათ თავიანთი საქმიანობა. აი მაგალითად, რო ვთქვათ, კარგი მართლობა, ხო? აი მაშინ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ სტრატეგიული გეგმის თუ სტრატეგიის იყო კარგი მართლობის დანერგვა სახელმწიფო სტრუქტურებში და რა თქმა უნდა ამაზე მუშაობდა ყველა დონორი. და რა თქმა უნდა მიზანშეწონილი იყო, რომ ყველას გაენაწილებინა ეფექტურად თავის საქმე და ისე დახმარებოდა საჯარო სექტორს, ხო? ზოგი რაღაც კარგი მართლობის რეფორმას ახორციელებდა, ზოგი ვთქვათ რაღაც თანამშრომლების მიღების წესს, ზოგი ვთქვათ მხილებისა და ანტიკორუფციული ქმედებების წესს და ეს ყველაფერი რო არ გამეორებულიყო სხვადასხვა დონორების მიერ, ამის კოორდინირებას ვახდენდით ჩვენ და აქედან დაიწყო ჩვენი მუშაობა, შევქმნით ეს ბაზა, რომელიც თქვენ შესავალშიც ახსენეთ,
2022 წლით თარიღდება ბოლო წლიური ანგარიში, რაც ამ ვებგვერდზე არის და ამიტომ ვერ მივხვდი რამდენად აქტიურია საერთოდ ეს სამსახური. ხო, მე ვერ გეტყვით ამას, მაგრამ საინტერესო იყო, იმიტომ რომ ძალიან კარგად ასახავს თვითონ ეს მონაცემთა ბაზა სახელმწიფოსა და დონორთა ურთიერთთანამშრომლობის და პარტნიორობის ფორმას. ახლა რატომ? იმიტომ რომ ერთის მხრივ ცხადია ფორმდება ოფიციალური ხელშეკრულებები, ფინანსთა სამინისტროსთან იქნება თუ თავად პრემიერიც აწევს ხოლმე ესეთი ტიპის რაღაც დახმარებების გამოყოფის შემდგომ ხელს ამ ოფიციალურ დოკუმენტებს, მაგრამ ზეც ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, მინდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ რაღაცნაირ მითია თუ რეალობა მოკლედ რომ ვუპასუხოთ ძირითადად ვისმენთ რა ქართული ოცნების ნარატივს აქედან გამომდინარე ალბათ მოქალაქეებშიც არის კითხვა რომ თითქოს დონორი რო გვაფინანსებდა ის თავის ინტერესს ატარებდა და ეს იყო უცხო ქვეყნის ინტერესი და ასე შემდეგ. აი სპეციფიკა როგორი არის ძირითადად დონორი ერგებოდა ხოლმე ქვეყნის ამ შემთხვევაში ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტებს თუ პირიქით თუ როგორ მიდიოდა ეს სამუშაო პროცესი? ეს საკმაოდ ისეთი რთული და კომპლექსური პროცესია და ვაჭრობა ასე ვთქვათ. არა, სხვათა შორის ესეთი რაღაც, აი, იცით რა არის, აი, მოდით გამოვიდეთ ზოგადად აი მთავარი კითხვიდან, რომ რა უნდათ ამ ორგანიზაციებს საქართველოში? აი, რატომ არიან? ხო, გინახავთ თქვენ იგივე USAID, რომ მაგალითად ფუნქციონირებდეს საფრანგეთში, ან ფუნქციონირებდეს, რა ვიცი, პორტუგალიაში. ესეთი რაღაც ხო არ ხდება? ანუ ეს ორგანიზაციები არიან ჩვენთან იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს განცხადებულად სურვილი, რომ გავხდეთ წარმატებული სახელმწიფო, გავხდეთ რაღაც მოწინავე სახელმწიფო და რაღაც კონკურენტუნარიანი გარემო და კარგი გარემო შევქმნათ აქ და ყველა მოქალაქისთვის რაღაც სამართლიანობა იყოს და ასე შემდეგ, ხო? და ვართ ამავდროულად არც თუ ისე მდიდარი ქვეყანა, ვართ მყიფე დემოკრატიის ქვეყანა ეს მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, ყველაზე კარგი ფორმულირებით. ფილადრო ვთქვათ. ხო, და უნდა ვაღიაროთ ჩვენ, რომ ვართ განვითარებადი ქვეყანა და ეს ორგანიზაციებიც აქ ამიტომ არიან, რომ ჩვენ დაგვეხმარონ უფრო სწრაფად საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილებების გაზიარებით ჩვენ მივახციოთ ამ მიზანს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად პოპულისტური ნარატივები გვესმის. კი, ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელმაც ამდენი გასაჭირი გამოიარა, ვართ რაღაც თავისუფლების მოყვარული კულტურული ერი, დავწერეთ ვეფხისტყაოსანი, ეს არაჩვეულებრივია, მაგრამ ამავდროულად ჩვენი ქვეყნის გამოწვევებს და პრობლემებს ხო ვერ გადავჭრით თუ არ ვაღიარებთ, რომ მაგალითად ჩვენი ქვეყნის მშპ ერთ მოსახლეზე არის დაახლოებით, რა ვიცი, $2000 არ არის. მაშინ როცა რუმინეთის არის, რა ვიცი, 15000 და ეს არ არის საუკეთესო ქვეყანა, მაგალითად ევროკავშირში, ხო? ანუ განსხვავება რო დავინახოთ ამ რაღაცა შორის და ეს დონორი ორგანიზაციებიც მუშაობენ სწორედ აქედან გამომდინარე, რომ დაგვეხმარონ ჩვენ სწრაფად წარმატების მიღწევაში, ეფექტიანად წარმატების მიღწევაში. ეს რატო არის კავშირში თქვენ კითხვასთან, ამასაც აგიხსნით. როდესაც ისინი გვასწავლიდნენ ჭკუას, დასაც ხო და აი ამაშია საქმე, რომ ჩვენ ხო გვაქვს ეს განცხადებულად, რომ ჩვენ გვინდა წინსვლა, ჩვენ გვინდა კარგი ქვეყანა, თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და ასე შემდეგ. ეს ხო ვინმეს თავს არ მოუხვევია. ეს არსებობს. რომ გვინდა. ხო, რა თქმა უნდა, ეს განცხადებულიც არის და რა ვიცი, ხა აღარ მოვიყვან უკვე რომ კონსტიტუციაში გვიწერია და ასე შემდეგ. ეს ყველა მე მგონი იცის და ამ ვითარებაში ამ ქვეყნების პარლამენტები იქნება თუ საკანონმდებლო ორგანოები გამოყოფენ დახმარებისთვის თანხებს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანა ვართ ჩვენ დღემდე, მესამე სამყარო ვართ სამწუხაროდ და მაშინ უნდა ვაღიაროთ და მივიღოთ ეს რეალობა, ხო? სხვანაირად როგორ უნდა განვითარდეთ. როდესაც ხდება ასეთი ტიპის თანხების გამოყოფა, არსებობს, რა თქმა უნდა, განცხადებული მიზნობრიობა, რაში უნდა დაიხარჯოს ეს თანხა. ანუ მაგალითად, არ ვიცი, უკიდურესად ცუდი მაგალითი რომ მოვიყვანო, არც ერთი ქვეყნის ესეთი დონორული ქვეყნის, რა ვიცი, საკანონმდებლო ორგანო ჩვენ არ მოგწევს ფულს ურანიუმის გამდიდრებისთვის, მაგალითად, ხო? ანუ გვაძლევენ ფულს ჩვენი ინტერესებიდან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე და ეს ინტერესები
რა ვიცი, აქამდე ემთხვეოდა ერთმანეთს, ხო? რა არის მათი ინტერესი, რომ რაღაც იყოს ასეთ ქვეყნებში სტაბილურობა, იყოს სწრაფი განვითარება, ხალხი არ იყოს ღარიბი, კონდეთ ღირსეული ცხოვრება, არ შეუქმნან თუნდაც ამ ქვეყნებს, რა ვიცი, ემიგრაციის მხრივ იქნება თუ ომების მხრივ იქნება, ასეთი ტიპის პრობლემები, რომ დაუშვათ ეს ნაწილი სამყაროსი იყოს რაღაც დიდი საფრთხე, ხო, ეს არის მათი ინტერესი და აქედან გამომდინარე საუკეთესო გზა ამის მიღწევისთვის არის სწორედ ეს, რომ განათლება გამდიდრება, სამართლიანობა და ასე შემდეგ. აქამდე სულ მადლობას უხდიდა ხოლმე რომ გადავხედოთ, იქნება ეს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი თუ ministrების დონეზე, ყველა დონორის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებს, პროგრამებით ამაყობდნენ კიდეც და ასე შემდეგ. აი, აქამდე ემთხვეოდა რატომღაც ეს ჩვენი ინტერესები, აი, როგორ ფიქრობთ, აი, ახლა რა მოხდა ისეთი, რატომაც კანონის დონეზე უცხო ძალა ვუწოდეთ ამ დონორებს, ვინც გვეხმარებოდა და ახლა დღე არ გავა შალვა პაპუაშვილი იქნება თუ ოცნების სხვა ლიდერები და სხვათა შორის აღსანიშნავია, რომ უფრო პარლამენტის წიაღიდან და პარტიიდან ვიდრე სამინისტროებიდან, იქიდან უფრო ნაკლებად მესმის და ეს ძალიან კარგია ალბათ. არ ვიცი რამდენად რას ნიშნავს რა ფასი აქვს, მაგრამ მაინც რომ რაღაცა ისინი თავიანთ ინტერესებს გვახვევდნენ, იგივე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით USAID-ის მიმართულებით ატეხილი ამბავი გასაგებია რაც ხდება ამერიკაში და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა, მაგრამ აი ოცნებას რა უხარია, აი USAID-ზე რომ ასე ვთქვათ, კონცენტრირდეთ. არ ვიცი, გამიჭირდება, მე ვთქვა მათ რა ამოძრავებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინსინუაცია ხო ამ თემაზე. ერთი რაც ვიცი ზუსტად არის ის, რომ ეს არის დამაზიანებელი. ქართველი ხალხისთვის არის დამაზიანებელი და სახელმწიფოსთვის არის დამაზიანებელი. რაც გითხარით უკვე, ხო? ანუ ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ძალიან სწრაფად და ეფექტურად განვითარდეთ და ამაში ჩვენი რესურსის დახარჯვის გარეშე ხო, დაგვეხმარონ გარედან, დაგვეხმარონ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები და ეს ახლა ძალიან მრავალი კუთხით შეიძლება რომ გავშალოთ, ხო? ელემენტარულად არ ვიცი, სანამ USAID-მდე მივალთ, იგივე არ ვიცი, სხვა დონორებზე რო ვისაუბროთ, ხო? არ ვიცი, აგერ ADB ჩვენ გზებს გვიგებს. მსოფლიო ბანკი საბიუჯეტო დახმარებით გვეხმარებოდა ხშირად ძალიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც დეფიციტი ბიუჯეტში, ანუ ხვდებით ეს რასაც ნიშნავს, ხო? და ამას ჩვენ გვივსებენ დონორები, ხო? და როდესაც ესეთი მდგომარეობა ჩვენ თავს ვერ მოვიტყუებთ და სირაქლემის პოზაში ვერ ჩავდგებით და ვერ ვიტყვით, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგად არის, ჩვენ უკვე მორჩა მივახციეთ რაღაც კეთილდღეობას და მივახციეთ რაღაც უმაღლეს სტანდარტებს ღირსეული ცხოვრების, იცით რაც ხდება, იცით სიღარიბის დონე ჩვენთან და ასე შემდეგ და რა ვიცი, ველოსიპედის გამოგონებით და ძალიან მარტივად შესაძლებელია, რომ ჩვენ ეს რეფორმები გაგვეტარებინა, შესაძლებელი იყო, რომ გაგვეტარებინა ძალიან სწრაფად, მოგვემზადებინა ჩვენი ადამიანური კაპიტალი, იმიტომ რომ ამ ქვეყანას არ აქვს არც ნავთობი, არც წიაღისეული, ხო? რა არის ჩვენი სიმდიდრე? ჩვენი სიმდიდრე არის ანუ ადამიანური კაპიტალი. ხო და ამაში ძალიან გვეხმარებოდნენ და გვეხმარებიან ეს ადამიანები. ამიტომ ეს დამაზიანებელია. გარდა ამისა, პოლიტიკურ ჭრილშიც დამაზიანებელია იმ თვალსაზრისით, რომ ეს ანტიამერიკული განცხადებებია USAID-ის მიმართ გაკეთებული განცხადებები. ის რომ ტრამპი აკრიტიკებს USAID-ს ეს სულ სხვა რამ არის და ის რომ ჩვენნაირი ქვეყანა აკეთებს ანტიამერიკულ განცხადებებს, ეს სულ სხვა რამ არის და რამდენად სწორი არის, ჩვენ ვიცით არაერთი პროგრამა ხორციელდებოდა ბოლო წლებში სხვადასხვა მიმართულებით USAID-ის, იქნებოდა ეს სამართლის უზენაესობის, ტურიზმის მიმართულებითაც, ენერგეტიკული უსაფრთხოების და ასე შემდეგ. აი, მოქალაქეებს ძალიან მარტივად რომ ავუხსნათ, აქამდე ასე შიდა სამზარეულოში ჟურნალისტებიც არ ჩავდიოდით გულწრფელად რომ ვთქვა როგორ შეიძლებოდა რომ აი ამ პროგრამების შესახებ არ ცოდნოდა ხელისუფლებას, ანუ ძირითადი ბენეფიციარი ამ სიკეთეების, მათ შორის ფინანსურის, ხომ იყო სულ და არის. ხო, ანუ ჩვენი ქვეყნის პრობლემა ყოველთვის რა წილი იყო მთავრობის, რა წილი NGO-ების.
არა, რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, რომ იქ საკმაოდ ისე არის ხოლმე სტრუქტურირებული და უდიდესი ნაწილი მიდის უშუალოდ სახელმწიფო სტრუქტურებზე, ყველა დონორი ასე მუშაობს და მხოლოდ მცირე ნაწილი მიდის ხოლმე არასამთავრობო რაღაც სექტორზე. ეს ასე არის ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ ყველა ხვდება ამას, რომ თავარი პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე აქვს ხელისუფლებას და არა NGO-ს და არა სხვა რაღაცას, ხო? ეს ახლა ანაბანა არის დონორული დახმარების. ახლა რო დაუბრუნდეთ იმ საკითხს, რომ რაღაც ეჭვები ჩნდება, რომ ვიღაც რაღაც ისე აკეთებს, ასე აკეთებს და ასე შემდეგ, ხო? იცით როგორი რაღაც არის, რომ ეს დონორული ორგანიზაციები არიან პარტნიორული ორგანიზაციები. ეს იმას ნიშნავს, რომ ინტერესებზეც მკითხეთ თქვენ, ხო? როდესაც შენ ხარ, არ ვიცი, ამა თუ იმ სამინისტროს თუ რა ვიცი, ხო, სამინისტროს მინისტრი ან ხარ ვთქვათ პრემიერ-მინისტრი და ასე შემდეგ და სხვათა შორის ჩვენ შევქმნით ეს მექანიზმი, რომ მაღალ დონეზე აგვეწია დონორული დახმარებები და წელიწადში ერთხელ უშუალოდ პრემიერ-მინისტრი იყო თავმჯდომარე ამ ფორუმის, რაც იმას ნიშნავდა, რომ ეს თანამშრომლობა იყო ძალიან მაღალ დონეზე. ხო, მნიშვნელობა აიწია და ერთგვარი მადლიერების გამოხატვაც. არა მარტო, იცით, ეს შეხვედრა იმისთვის იყო, რომ ორივე მხარეს ეთქვა თავისი ინტერესების შესახებ. ხო, ანუ და შემდეგ უკვე მინისტრების და მინისტრის მოადგილების დონეზე გქონდა თემატური ჯგუფები, სადაც უკვე ეს პრიორიტეტები ერთმანეთთან შეთავსებადი ხდებოდა. და როდესაც მაგალითად არ ვიცი, USAID იგივე ამბობს, რომ კარგი მმართველობის რეფორმა არის ჩემთვის პრიორიტეტი, ან კარგი მმართველობა არის ამ ქვეყანაში ჩემთვის პრიორიტეტი, ეს ჰაერიდან კი არ მოაქვს. გარდა იმისა, რომ თვითონ დაუშვათ კონგრესისთვისაც ეს განცხადებული ამოცანა ჩვენი ინტერესიც არის და უკვე შიგნით არის სამუშაო გასაწევი. ტექნიკურად ამას ვაკეთებდით და ამას ვცდილობდით ჩვენ, რომ ვიღაცამ ეს დოკუმენტები უნდა წაიკითხოს, ვიღაცა ამაში უნდა გაერკვეს და თუ კი ეს არ მოწონს, უნდა უთხრას დონორს და დონორი ძალიან გარკვეულწილად ხდებოდა. არა, რა თქმა უნდა, არაფერს არ გახვევდა ნამდვილად და ყველაფერი არის დისკუსიის და თანამშრომლობის საკითხი, მით უფრო ესეთი დახმარებების დროს. რა თქმა უნდა, ის პრიორიტეტს ვერ შეცვლის. ნახეთ, აი გეტყვით. ცოტა დრო გრჩება. ხო, როდესაც თქვა კონგრესი რაღაც თანხას გამოუყოფს ეს 3 წლის განმავლობაში ეს პრიორიტეტები მათი საკანონმდებლო ორგანოს მიერ არის დამტკიცებული და ეს რა თქმა უნდა პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ რომ ესე უცებ ვერ შეცვლის. არ აქვს დონორ ორგანიზაციის იმის უფლება, რომ ჩვენ დაუშვათ უცებ რომ მოგვეხასიათოს და პრიორიტეტი სხვა რამ გახდეს, ასე უცებ გადმოეწყოს ჩვენს ინტერესზე, იმიტომ რომ ისევ და ისევ საკანონმდებლო ორგანო უმეტესწილად ამტკიცებს ამ თანხებს. და ეს თავისუფლება არ აქვს, იმიტომ რომ ეს ხალხი, ეს დონორი ორგანიზაციები საბოლოო ჯამში ანგარიშვალდებულები არიან თავიანთი მოქალაქეების მიმართ. მიხვდით? ამიტომ ეს აცდენები იყო, მაგრამ ეს არ იყო ტრაგედია და არც იქნება, თუ კი ჩვენ შევძლებთ, რომ რაღაც თანამშრომლური ურთიერთობები გქონდეს მათთან. აი ეს არის, არ ვცადებ გასაგებად ავხსენით და არ გავწყვიტოთ. ძალიან ცოტა დრო გრჩება და კიდევ რამდენიმე კითხვის დასმა მინდა მოვასწრო, რადგან ახლა კერძო სექტორში ხართ, მაგრამ იყავით სახელმწიფო სამსახურში. ოცნების კიდევ ერთი ინიციატივა არის, რადგან დონორებზე საუბრობთ, საჯარო სექტორში დასაქმებულებს შეუზღუდონ უცხოური დაფინანსებით სარგებლობა ხელმძღვანელი სახმობის გარეშე, ამაში გულისხმება სახელმწიფო დანამატი, ტრეინინგის დაფინანსება, ვიზიტიც კიო. ამაზე შემიძლია რა შედეგი რაც შეიძლება მივიღოთ. ხო, აი ისევ და ისევ, ხო, ამ საჯარო სექტორის თანამშრომლებში თავის დროზე და ბევრი წელია უკვე და იგივე USAID ამ ქვეყანაში 2 მილიარდამდე აქვს ვარცდები დახარჯული და უმეტესობა ჩვენ აღარა ვართ რაღაც ძალიან ღარიბი ქვეყანა, ჩვენ ვართ საშუალო დაბალ შემოსავლიან კატეგორიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი აქცენტი მოდის რაღაც კონსულტაციებზე, capacity buildings რომ ეძახიან, არ ვიცი ეს ქართულად როგორ თქვა, უფრო მეტი აქცენტი, ასე ვთქვათ, ადამიანური რესურსების განვითარებაზე და ეს საჯარო სექტორის კარგი მმართველობის საუკეთესო პრაქტიკაა, რომ შენ მისცე შენ თანამშრომელს საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანს ზრდის განვითარების და
და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის და ასეთი რაღაცეების საშუალება. რატომ უნდა უზღუდავდე ლოგიკა ჩა? ხო, ეს мотиваცია არის ერთ-ერთი, იმიტომ რომ რა ვიცი, იგივე ევროკავშირში ხელფასები არ აქვთ მაღალი საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანებს, მაგრამ აქვთ мотиваცია, იმიტომ რომ აქვთ მუდმივის და ამაში ხელს უწყობს საჯარო სექტორი, ხო? და ჩვენთან ამას ვაკეთებდით დონორული დახმარებების წყალობით, რომ არ ვიცი, განვითარება კონფერენციაზე გამოსვლა სიტყვით, კოლეგებთან შეხვედრა, მონაწილეობის მიღება, ტრეინინგის რაღაც გავლა და ასე შემდეგ და მე ვფიქრობ, რომ ეს საჯარო სექტორის თანამშრომლების мотиваციაზე ცალსახად ცუდად აისახება. კიდე ბევრი სხვა ცვლილებაა, მაგრამ ეს უშუალოდ წინა წლის ბოლოს მიღებული კანონი განსაკუთრებით ხო. რეპრესიული აღმოჩნდა მათთვის. სულ 2 წუთი გვრჩება, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელს ისე გკითხავთ, VMG ვართ, ბიზნეს მედია და განსაკუთრებით, როდესაც საუბრობთ, რამდენად უნდა ისმოდეს ყველა სფეროს წარმომადგენლის ხმა, იმასთან დაკავშირებით რა ხდება ქვეყანაში და მათ რა მიაჩნიათ გამოსავლად. განსაკუთრებით გვაინტერესებს ხოლმე რამდენად ხმამაღალია ბიზნესი. თქვენ როგორ ფიქრობთ, საკმარისად ხმამაღლა ისმის დღეს ბიზნესის ხმა და რამდენად შეიძლება გავუგოთ იმ ადამიანებს, ბიზნეს ლიდერებს, ქალებს თუ კაცებს კერძო სექტორში, ვისაც დღემდე მაინც გონია, რომ ისინი ბიზნეს აკეთებენ, მათ არ ეხებათ პოლიტიკა. ხო, იცით რა არის? ეს პირდაპირ არის მიბმული დემოკრატიის და თავისუფლების ხარისხზე ქვეყანაში. როდესაც გაქვს შენ სამართლებრივი სახელმწიფო, გაქვს დემოკრატია, არსებობს ჯანსაღი კონკურენციაც, ხო, არსებობს სამართლიანობის პრინციპი და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ადვილია, ხო, რაღაც ხმა აიმაღლო, იმიტომ რომ იცი, რომ შენ არ ვიცი, შეიძლება შენი სექტორის ლიდერი ხარ, ან არა ხარ ლიდერი, მაგრამ რაღაც წონა გაქვს და ასე შემდეგ და როდესაც გავლენები არსებობს, ხო, როდესაც არ არის გახსნილი, ვთქვათ, გარემო, არ არის თავისუფალი, კონკურენცია არ არის ჯანსაღი, ბიზნესით შესაბამისად აღმოცენებულია არაკონკურენტული გარემოდან და როდესაც ასეთ გარემოში ჩვენ ვლაპარაკობთ რაღაც სიმართლის შესახებ საუბარზე, ეს მოცემულობა უნდა გავითვალისწინოთ. სამწუხარო რეალობა ეს არის, რომ როგორც კი რაღაც განთავისუფლდება ეს გარემო და გაჯანსაღდება და კონკურენტული გახდება, მეტი ადამიანი შეძლებს, რომ ხმა მოიღოს და სხვათა შორის მეტი ადამიანიც იშოვნის ფულს და ეს იყო სწორედ და ეს არის დონორული ორგანიზაციების ამოცანაც, რომ კი ბიზნესი აკეთოს იმ ადამიანმა, ვისაც ეს შეუძლია, ვისაც კონკურენციის გაწევა შეუძლია, ვისაც შეუძლია, რომ რაღაც კეთილსინდისიერად იმუშაოს ბაზარზე. ხო და ამიტომაც მე არ მიყვარს, რომ ბევრი არ იღებს ხმას, მე პირადად ხმამაღალი ვარ. სამწუხაროდ მინდოდა თავიდანვე, მაგრამ თქვენ კითხვა დამისვით და არ მომეცა შესაძლებლობა, რომ სოლიდარობა გამომეცხადებინა ზია ამაღლობელისთვის, ყველა პოლიტპატიმრისთვის, იმიტომ რომ სამწუხარო რეალობაში ვართ, რომ ასეთი ადამიანები გაჩნდნენ ჩვენთან და ხო, ვისურვებდი მე დემოკრატიის ხარისხს თავისთავად ცხადია იმისთვის, რომ თუნდაც აი ესეთი კრიზისული სიტუაციები როცა შეიქმნება, ბიზნესებმა შეძლონ ხმის ამოღება. იქამდე ჩუმად ვიყოთ, თუ მაინც გავბედოთ. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გავბედოთ, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან, როგორც უკვე ბევრმა თქვა, ეს აკლემი ყველას კართან დაიჩოქებს და ჯობს ადრე, ვიდრე გვიან. წერტილი რას დაუსვათ ამ ქვეყანაში? რა დავასრულოთ? ავტორიტარიზმს უნდა დაუსვათ წერტილი. რაც ახლა დაგ. მადლობა დიდი. წარმატებები თქვენ კერძო სექტორში და იმედია სხვა დროს, სხვა თემებზეც ვისაუბრებთ BMG-ში. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა საქართველოს მთავრობის დონორების კოორდინაციის სამსახურის ყოფილი უფროსი თამარ რაზმაძე. მე ხვალამდე გემშვიდობებით.